აქ წამოსულიყო და ბიუჯეტის ფულით, აი ფონდი, კიდაც ხა ცდილობენ პრეზიდენტი გადააბაროს. ჩვენ რატომ უნდა მოგუსწრებთ? დაჩერნია ხა. ამ უბანში პრობლემები შულ ყოველს ერთნაირი აწუხებს. სახლები ენგრევათ, კედლებში ხეები ამოზდით. დილით იღვიძებს, ზოგს აბაზანა არა აქვს და ზოგს, რა ვიცი, დაენგრათ სახლები და არიან ესეთ გაჭიროებაში. ტალახი შეგვდის სახლში, გუბეები დგება, ბავშვები, მანქანები. აი რა დღეში ვართ, ხო ხედავთ არა? წინამთავრობის დროს სახურავები შეგვიკეთეს. ჩვენ რამდენიმეჯერ გზაც გადაითხარა აქ, მაგრამ რა ვიცი, ჩვენ აგერ მუშაობდნენ ხელოსნები და უკან გზას გვიგებდნენ. მეთქი დაგვაცადეთ, მეც ეს იყო წინამთავრობის დროს და არ ვიცი, ეხლა არაფერი არ ხდება. ზოგადად ქართულ ოცნებას და პირველ რიგში თბილისის ხელისუფლებას დავით ნარმანიას სამწუხაროდ პოლიტიკურ თამაშებში საკუთარი პრემიების და დანამატების აღების პერიოდში დაავიწყდათ ადამიანები, მათი პრობლემები, მათი წინასაარჩევნო დაპირებები. დღეს ორბელიანის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც ყველა სახის პრობლემა არსებობს, რაც დედაქალაქში წესით არ უნდა არსებობდეს, გზის პრობლემა, ეზოს მოწესრიგების პრობლემა, გამწვანების პრობლემა, ავარიული სახლების პრობლემა, თუმცა ამ ადამიანებს არავინ ესაუბრება, ამ ადამიანებს არ აქვთ ხელისუფლების კონკრეტული ხედვა, როგორ აპირებენ ისინი ამ პრობლემების მოგვარებას, ასე რომ ჩვენ ნამდვილად ვაიძულებთ დავით ნარმანიას და მის მთავრობას, რომ დაიწყოს ეტაპობრივად ამ ადამიანების პრობლემების მოგვარება და რეალურად ჩადგეს ამ ხალხის სამსახურში. მანამდე აღმოჩნდება გადაწყვეტილება პოლიტიკური ხო ხედავთ ისეთ რაღაც ობა იქ სადაც მათა შეიძლება შეღავაზე წავიდეს სახელმწიფო დედაქალაქის მერია კულტურის სამინისტრო ძეგლის მოხსნის სტატუსთან დაკავშირებით იქ არ აკეთებენ და საფრის მოხსნის 2 საათში სტატუსი 2 საათში მოუწოდებ ქალაქის მთავრობას კაბინეტებში კი მივიხდებიან პრემიიდან პრემიებამდე კი ნუცხოვრებენ გამოვიდნენ ქუჩაში და ხალხის პრობლემების მოგვარებას რეალურად შეუდგენ. სადაც რაღაც დაცული ქუჩები აღმაშენებელ ფრიალი ჯერ დავალოდოთ აი უახლოეს შევხვდით ტელეგრაფის 4-ის მაცხოვრებლებს დაახლოებით 20-მდე ოჯახი არის გაუსაძრი საყოფაცხოვრებო პირობებში, არანაირი ყურადღება თვითმმართველობის დონეზე არ ექცევა ამ ხალხს, არც დედაქალაქის მთავრობა, არც მერი, არც გამგებელი და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ხალხი არის ბედის ანაბარად მიტოვებული. ხედავთ რა პირობებში უწევთ მათ ცხოვრება, გვერდით არის ათონელის რეზიდენცია, მოპირდაპირე მხარეს იუსტიციის სახლი და არანაირი ყურადღება მერიიდან და თვითმმართველობიდან. არა თბილისის განვითარების ფონდს აქვს შესაბამისი საშუალება, რომ ამ სახლებს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია. არც ერთი სახლი არ მოგცელა სარეაბილიტაციო სამუშაოების ქვეშ ერთი წლის განმავლობაში, რაც ეს ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში და 140 მილიონი ლარი ვერ გახარჯეს ერთი წლის თავზე. ეს არის დანაშაულის ტოლფაზე. აი ამდენი პრობლემების ფონზე, როდესაც 140 მილიონ ლარს ვერ დახარჯავ დედაქალაქში.